რამდენადაც აპარატი მეუბნება, კვორუმი გვაქვს და შეგვიძლია ჩვენი სხდომა გახსნილად გამოვაცხადოთ. დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 6 საკითხი, ანუ საკმაოდ დატვირთული საკომიტეტო სხდომა გვექნება. მე გაგაცნობთ დღის წესრიგს. პირველი საკითხი არის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 24 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მეორე საკითხი მთავრობის მიერ წარმოდგენილი არის ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მესამე საკითხად დღის წესრიგით განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება. მეოთხე საკითხი ასევე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შესახმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება. მეხუთე საკითხი ესა გვაქვს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა მეორე მოსმენით და ბოლო საკითხი ეს გვაქვს საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით. საკმაოდ დატვირთული გვაქვს დღევანდელი დღის წესრიგი. გთხოვთ კოლეგებო დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. მაშინ გადავიდეთ პირდაპირ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე. ეს არის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. ბატონი გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს ინფორმაციას. გთხოვთ ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ თქვენის ნებართვით მაკროეკონომიკური პარამეტრებით. მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. ამ დეფიციტი ჰქონდა დაგეგმილი 2.5%. მთლიანი შეტევა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 86 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ვალის მაჩვენებელი პროგნოზირებული იყო 38.2%-ის ფარგლებში. თუმცა რეალურად ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს თავიდან ჰქონდა დაგეგმილი. შესაბამისად, საბოლოო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის იყო 9%, ნაცვლად 5.2%-ისა. საგადასახადო შემოსავლებიც გაიზარდა 23 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე, ხოლო მთლიანი შეტევა პროდუქტის მაჩვენებელი განისაზღვრა 90.9 მილიარდი ლარის ოდენობით. დეფიციტი შენარჩუნდა იგივე დონეზე. მაღალმა ეკონომიკურ მასს დაამოგვცა შესაძლებლობა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტის შეგვეცვალა დაახლოებით 900 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტის მოცულობა და 26 მილიარდ ლარს მიაღწია სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა. რაც შეეხება ფაქტიურ მაჩვენებლებს, უკვე ჩვენ გასულ წელს ჰქონდა 9.4% რეალური ეკონომიკური ზრდა, ხოლო მთლიანი შეტევა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 91 მილიარდ 892 მილიარდ ლარამდე იყო. ერთსულ მოსახლეზე $9,151 გადააჭარბა ერთსულ მოსახლეზე ნომინალური და მთლიანი შეტევა პროდუქტმა. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აქ ჩვენ და ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაქვს მიზნობრივთან შედარებით დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი. გასულ წელს წლის ბოლოს ინფლაციამ შეადგინა 1.9%, თუმცა საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 1.1% იყო. რამაც განაპირობა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საგარეო სექტორი. გასულ წელს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა ჯამში 8.3%-ით, 23 მილიარდ 484 მილიონ დოლარს გადააჭარბა საგარეო ვაჭრობა. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იყო 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარით, დაახლოებით 7.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი იყო და 8.5%-ით ჰქონდა ზრდა. საკონელ ბრუნვაში ვაჭრობაში ევროკავშირის წილი 22%-ია, 22.1%, 5 მილიარდ 180 მილიონ დოლარამდე იყო ვაჭრობა ევროკავშირთან, შემდეგ მოდის თურქეთი 13.8%, რუსეთი 10.8%, აშშ 9.4% და ჩინეთი 8.2%. რაც შეეხება საგარეო სექტორის მეორე მნიშვნელოვან მიმართულებას, ეს არის ტურიზმი. გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობა 6.456.000 ვიზიტორი იყო, თუმცა უშუალოდ ვიზიტორთა რაოდენობა, ანუ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო 5.91
115,000 დაახლოებით 9%-ით მეტი. შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილია 4,425 მილიონი დოლარი შეადგინა, 7,3%-ით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლამ. თუ შევადარებთ 2019 წელს პანდემიამდე პერიოდს 135%-ით არის გაზრდილი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით, კლება დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან 9,4%-ით, ასევე თურქეთიდან 3%-ით, დანარჩენი ქვეყნებიდან ევროკავშირიდან არის დაახლოებით 4%-იანიც და ისრაელიდან არის 42%-ამდე ზრდის მაჩვენებელი, ასევე აზერბაიჯანიდან 18,1%-ით, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ სახმელეთო საზღვარი არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, ზრდა მომავალში კიდევ უფრო მეტად არის მოსალოდნელი. ფულადი გზავნილების ნაწილში 21%-იანი შემცირება გვაქვს და ეს შემცირება ძირითადად მოდის რუსეთის ფედერაციიდან ტრანსფერების შემცირებაზე, ის უკვე ერთჯერადი ტრანსფერები, რომლებიც წინა წლებში იყო 20 წელს უკვე წლის მეორე ნახევრიდან საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა, დაახლოებით 66% იყო კლება 67%-ამდე რუსეთის ფედერაციიდან, სხვა შემთხვევებში წინა ტრანსფერებში არის და მათ შორის აშშ-დან 26%-იანიც და იტალია 7,8%, ისრაელი 16%, გერმანია 16%. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა შეადგინა 1,318 მილიარდ 318 მილიონი დოლარი, აქ შემცირება გვაქვს წინა წელთან შედარებით, რაც ძირითადად გამოწვეულია რეინვესტირების მაჩვენებლისა და სააქციო კაპიტალის შემცირებით გასული წლის განმავლობაში. რაც შეეხება უკვე ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, ჩვენ საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა მოგეხსენებათ გასულ წელს, რამაც მოგცდა საშუალება, რომ წლის ბოლოს გაგვეზარდა ბიუჯეტი და გადაგვენაწილებია პრიორიტეტულ სფეროებზე და საჭიროებებზე. ჩვენ გასულ წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 25,722 მილიონ ლარზე მეტი, ნაერთი ბიუჯეტს გულისხმობ, რაც 100,4%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები გაზრდილი გეგმით იყო 23,260 მილიონი ლარი და ფაქტიურად ამ შესრულებამ 23,290 მილიონი ლარი შეადგინა და აქ კიდევ უნდა აღინიშნოს დღგ-ს დაბრუნების მაჩვენებელი, გასულ წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით დაბრუნდა 2,557 მილიონ ლარამდე. შემოსავლების გარდა გრანტებშიც შესრულება არის 98,17%-ზე მაღალი, სხვა შემოსავლებში 104,3%. შეეხება პრივატიზაციას, გასულ წელს პრივატიზაციის სახით მივიღეთ 559 მილიონი ლარი, დაგეგმილი მაჩვენებლის 112%-ამდეა, ხოლო სესხების დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 252 მილიონი ლარი და დაახლოებით 109,7%-ია. რაც ორი მნიშვნელოვანი პარამეტრია ნაერთ ბიუჯეტში, ბიუჯეტის დეფიციტი და თარობის ვალი, მოგეხსენებათ კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარი აქვს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ გასული წელს დაგეგმილი ჰქონდა 2,4%-ის ფარგლებში, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე და დამატებითი შემოსავლებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის შეგვიმცირებია 1,9%-ამდე, ხოლო რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, აქ დაგეგმილი მაჩვენებელზე უფრო კარგი შედეგი ჰქონდა და საბოლოო ჯამში წლის ბოლოს 36,1% შეადგინა მთავრობის ვალის მაჩვენებელმა. ახლა ამასთან ვიტყვი დეფიციტს, რომელიც ჩვენ ნაერთ ბიუჯეტზე გვაქვს, ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, რასაც ვითვლით დეფიციტს, ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 2,5% იყო დაგეგმილი და ფაქტიური შესრულებაც გვაქვს 2,4% დეფიციტის მაჩვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, ჩვენ აქაც შემოსავლები შესრულებული 100,1%-ით, ჯამში შემოსავლები იყო 21,726 მილიონი ლარი, მივიღეთ 21,858 მილიონ ლარზე მეტი, უშუალოდ შემოსავლები არის 100,6%-ით შესრულებული, მათ შორის გადასახადების შესრულებამ შეადგინა 100% და 20,196 მილიონი ლარი მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტში, გრანტები 335 მილიონი ლარი მივიღეთ და 126%-ია, ხოლო სხვა შემოსავლები 1,316 მილიონი ლარი და 103,7%-ია. პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტში 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, 301 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ, ხოლო სესხების დაბრუნების სახით 354 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ და დაახლოებით 115%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის.
რაც შეეხება ვალების ნაწილს, გასულ წელს ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1.521 ლარი, 1.411 ლარი იყო ათვისება საინვესტიციო კრედიტების ნაწილში, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით მივიღეთ 327.4 მილიონი ლარი. ამავე პერიოდში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე საგარეო ვალდებულებების ნაწილში მიიმართა 1.957 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილზე 794 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წლის ბოლოს ბიუჯეტი გავზარდეთ 900 მილიონი ლარი და საბოლოო ხარჯვითი ნაწილის გეგმა იყო 25.930 მილიონი ლარი. საკასო შესრულებამ შეადგინა 25.946 მილიონი ლარი, შესაბამისად დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1%-ია ხარჯვითი ნაწილის შესრულება. თუ შევხედავთ უწყებების მიხედვით, აქაც მაჩვენებელი თითქმის ყველა უწყებაში არის საკმაოდ კარგი, განსაკუთრებით სამინისტროების ნაწილში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოგახსენებთ. ეს არის დავიწყებ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 8.91 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა და 100.2%-ია შესრულების მაჩვენებელი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში 3.901 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა და 104.1%-ია შესრულების მაჩვენებელი. ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით 757 მილიონი, 102%-ია შესრულების მაჩვენებელი. კულტურისა და სპორტის კუთხით 526 მილიონ ლარამდე და 100.6%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ამ კომიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროს, განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილში ჯამური ხარჯვა, ანუ საკასო ხარჯი იყო 2.564 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8%-ია და ჩვენ თუ გავყვებით იმ პროგრამების მიხედვითაც კი, რომელიც მნიშვნელოვანი პროგრამები გვაქვს, ეს არის ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, ინფრასტრუქტურა, ყველგან ჩვენ შესრულება გვაქვს 100%-ზე მაღალი, ანუ 100% ან უფრო მაღალი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ვფიქრობ, ყველა ეს დაგეგმილი ღონისძიება, დაგეგმილი პროგრამა რაც იყო გასული წლის განმავლობაში სრულყოფილად არის შესრულებული. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, თუ კითხვები გექნებათ, ჩემს კოლეგასთან ერთად წუთები პასუხობთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, თქვენი ანგარიში, რა თქმა უნდა, ბევრად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ პრაგმატული პოლიტიკა მიმდინარეობს და რაოდენ მაღალი არის ბიუჯეტის შესრულება, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და პლუს ამას დამატებით შემოსულობები, რომელიც წლის განმავლობაში ფიქსირდება, ესეც ვხედავთ, რომ ჩვენ სექტორზე იქიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები მიემართება, რაც მთავრობის და ზოგადად ხელისუფლების პრიორიტეტებსაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს. სანამ კოლეგებს სიტყვას გადავცემ, ერთი ესეთი კითხვა, თქვენ მადლობა რომ ვისაუბრეთ სამინისტროს კონკრეტულ ბიუჯეტზე, რადგანაც ეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ნაერთი ბიუჯეტიც არის, ანუ სხვა სამინისტროებში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი ხარჯები, გვაინტერესებს ამ კუთხით სწორედ განათლების სექტორთან მიმართებაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების ათვისება, როგორ მოხდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ახალი სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობას ეხება. მადლობა. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს გათვალისწინებული, მნიშვნელოვანი თანხები იყო გასულ წელს, ჯამურად ეს იყო 305 მილიონ ლარამდე, 304 მილიონ 992,000 ლარი, რაც დაზუსტებული გეგმა იყო, 302 მილიონი ლარი იყო პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამ ნაწილში, საბოლოო შესრულება ჯამში შეადგინა 303 მილიონი ლარი, ანუ სრულად არის ათვისებული, რაც დაგეგმილი იყო, მათ შორის საჯარო სკოლების ნაწილში შესრულება შეადგენს 101 მილიონი ლარი იყო პარლამენტის მიერ დამტკიცებული და 104.5 მილიონი ლარია ათვისებული, ხოლო სკოლამდელი განათლების ნაწილში 200 მილიონიდან 199 მილიონ ლარამდეა ათვისებული, ამიტომ აქაც შესრულების კუთხით, როგორც უშუალოდ განათლების სამინისტროს მიმართულებით, აქეთაც 100%-იანი გვაქვს შესრულების მაჩვენებელი. მადლობა. შეკითხვები კოლეგებო? არ არის შეკითხვები, საკითხი განხილულია. მეორე საკითხზე, ბატონ გიორგი, თქვენ ხართ ასევე მომხსენებელი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. გთხოვთ.
დიდი მადლობა. პირველი საკითხი ეხებოდა გასული წლის შეფასებას, ასე ვთქვათ, და მეორე საკითხი უკვე მიყვება წლევანდელი დინამიკა და ის პროგნოზები, რომელიც გვაქვს მომდევნო 4 წლისთვის, რომელ პროგნოზებზეც უნდა დაიგეგმოს უკვე ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება თქვენს წინაშე სექტემბრის ბოლოს, 1 ოქტომბრისთვის და რომელზეც უკვე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ მთელი საშემოდგომო სესიის განმავლობაში. რაც შეეხება დინამიკას, მოგხსენებათ უკვე ვისაუბრე გასული წელი 9.4% იყო ეკონომიკური ზრდა, თუმცა წინა პერიოდსაც თუ შევხედავთ, ბოლო 4 წლიან პერიოდში საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, 9.4%. ასევე ბოლო 4 წლის მაჩვენებელი. შესაბამისად, ეს ტენდენცია უკვე წელსაც გრძელდება. ჩვენ პირველ კვარტალში 9.3% მქონდა ეკონომიკური ზრდა, 4 თვის მაჩვენებელი გამოქვეყნდა გასული კვირის ბოლოს და ჩვენ ვნახეთ, რომ 4 თვეშიც 8.8%-ია. მიუხედავად იმისა, რომ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები გვაქვს, ჩვენ არ ვცვლით ბიუჯეტის პარამეტრებს, ანუ ისევ 6%-იან პროგნოზე გვაქვს გათვლილი, ვინაიდან არ იქნება სწორი, რომ 4 თვის მონაცემებზე, რომელიც სრულყოფილი არ არის და სრული ინფორმაცია არ გვაქვს ყველა პარამეტრთან მიმართებაში, რაიმე გადახედვა გქონდეს ჩვენი პროგნოზების, ამიტომ ჩვენ მინიმუმ 6 თვის ანალიზს დაველოდებით და ამის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ უკვე პროგნოზების გადახედვაზე. შესაბამისად, მომდევნო 4 წლიან პერიოდში შენარჩუნებულია 2025 წლისთვის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და შემდგომ პერიოდში უკვე საშუალოდ 5.2%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა. ეს სრულ თანხმედრაშია აპრილში გამოქვეყნებულ პარამეტრებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოქვეყნა ახალი პარამეტრები აპრილში მოგეხსენებათ, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით არის გაზრდილი და თანხმედრაშია ჩვენს დღევანდელ პროგნოზთან. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წლების განმავლობაში, წელს ვისაუბრე, რომ გასული წლების განმავლობაში ჰქონდა მიზნობრივზე გაცილებით დაბალი, ახლა უკვე ტენდენცია რაც გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ტრიალებს, საშუალო მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია მიზნობრივზე, თუმცა უახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და სავარაუდოდ წელს მოსალოდნელია, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში და ესე შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. ჩვენ სამი სცენარი გვაქვს რეალურად წარმოდგენილი მომდევნო წლების პარამეტრებზე. მე ახლა ვსაუბრობ საბაზისო სცენარზე, თუმცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოპტიმისტურ სცენარში საშუალოდ დაახლოებით 6.5%-ია მომდევნო წლებში. არის პესიმისტური სცენარიც, თუ გარკვეული რეალიზდება ის რისკები, რომელიც საგარეო პოლიტიკაში, მსოფლიო პოლიტიკაში და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკურ ტენდენციებში არის შესაძლო რისკები. მაგ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, დაახლოებით 4.8% და შემდგომ წლებში საშუალოდ 2.5%. თუმცა ყველა რისკის მატერიალიზება ალბათ ნაკლებად მოხდება, ამიტომ ბიუჯეტს ჩვენ საბაზო სცენარზე დავგეგმავთ. ამ სცენარში ვიარდი გათვალისწინებული დეფიციტის შენარჩუნება საშუალოდ 2.5%-ის ზონაზე და შესაბამისად ეს დეფიციტი გვაუძლებს საშუალებას, რომ ვალის მაჩვენებელი ეტაპობრივად იყოს შემცირებული. რაც შეეხება სამინისტროების მიმართულებებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები რა თქმა უნდა არ გვაქვს, ვინაიდან ეს მიმართულებები გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამთავრობო პროგრამით იქნა დამტკიცებული და შესაბამისად მასში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა. ყველა სამინისტრო, მათ შორის განათლების სამინისტრო, სწორედ იმ რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული, რომელიც სამთავრობო პროგრამაში უკვე ასახულია და თქვენს მიერ არის მოწონებული, პარლამენტის მიერ არის მოწონებული. ამიტომ აქ დეტალებზე აღარ შევჩერდები თქვენს მიმართვით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეკითხვები? არ არის ასეთი, საკითხი განხილულია. გადავიდეთ მესამე საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება. მომხსენებელი ქალბატონი დონზია გიორგობიანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონზია. დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ სასესხო შეთანხმებაში, რომელიც გაფორმებული არის 2022 წლის 4 მაისს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის.
ნომერ პირველ ცვლილებას. აღნიშნული სასწავლო შეთანხმებით გათვალისწინებული არის საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. სესხის მოცულობა გახლავთ 3,9 მილიონი ევრო. სესხის ხანგრძლივობა არის 10 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი არის 3 წელი. საპროცენტო განაკვეთი არის 6 თვიან ევრიბორზე დამატებული ფიქსირებული მარჟა 2%-ის ოდენობით, ასევე გათვალისწინებული არის ადმინისტრირების გადასახადი და ვალდებულების გადასახდელი. სესხის ფარგლებში გათვალისწინებული არის 12 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით რეაბილიტაციის სამუშაოები და რაც მნიშვნელოვანი არის, ასევე გათვალისწინებული არის რეაბილიტაციასთან ერთად ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის მათ შორის მაღალმთიანი დასახლებებისათვის. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონზეა. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ კონკრეტულად რომელ სკოლებს ეხება, რომელ რეგიონებს ეხება, თუ ქალაქებს, ეს მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, რა პრინციპით ალბათ სამინისტროსთან თანამშრომლობით შეირჩა ეს სკოლები, თუ როგორ არის. და ეს ჯდება თუ არა იმ საერთო პროგრამაში, რომელიც პრემიერის მიერ არის დაანონსებული და რომელიც ხორციელდება რამდენიმე წლიან პერსპექტივაში. მადლობა. მადლობა კითხვისთვის. დიახ, ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის ამ სკოლების რეაბილიტაცია. სკოლების სია თავდაპირველად მიწოდებული იყო განათლების სამინისტროს მხრიდან. ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში მხოლოდ შემსრულებლები ვართ. შერჩეული იყო კონსულტანტების მხრიდან, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ენერგოეფექტურობის კომპონენტი ყოფილიყო მეტად გაჯერებული. პირველი ეტაპისათვის ახლა რაც შეგვიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები 6 სკოლაში. ეს 6 სკოლა არის თიანეთის სოფელი სიმონიანთხევი, გორის მერეთის სკოლა, წალკის საღდრიონის სკოლა, წალკაში ასევე გვაქვს ნადრევანის სკოლა, ასპინძის ოშორას სკოლა, ახალციხეს ურაველის სკოლა. ასევე გათვალისწინებული 6 სკოლასთან მიმართებაში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ეს 6 სკოლა გახლავთ თიანეთის ღულელების საჯარო სკოლა, თიანეთის სიონის საჯარო სკოლა, წალკის განთიანის საჯარო სკოლა, წალკის ბარეთის საჯარო სკოლა და ასპინძის ნაქალაქევის საჯარო სკოლა. ასევე გვაქვს ამბრულაურის ბუგეულის საჯარო სკოლა. აქცენტი გაკეთებული იყო მოსწავლეთა რაოდენობაზე და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით მაღალმთიანი მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე. მადლობა. შეკითხვები კოლეგებო? არ არის, დიდი მადლობა, საკითხი განხილულია. მეოთხე საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შეთანხმების ნომერ 1-ის ცვლილების შეთანხმება. მომხსენებელი ქალბატონი მზია გიორგობიანი, გთხოვთ. აღნიშნული საგრანტო შეთანხმება ასევე გაფორმებული არის 2022 წელს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის. რეალურად ამ თანხა მოძიებული არის სპეციალური ფონდისაგან. ეს სპეციალური ფონდი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი, ეგრეთ წოდებული I5P. სრულად იქნა მობილიზებული აღნიშნული თანხა იმისათვის, რომ რეალურად ენერგოეფექტურობის კომპონენტი მათ შორის გაჯერებული ყოფილიყო ამ 12 სკოლასთან მიმართებაში სესხისა და გრანტის თანამონაწილეობა ხდება. აქაც იგივე 12 სკოლასთან დაკავშირებით არის საუბარი და სესხის და გრანტის ცვლილების პრინციპი არის მხოლოდ ვადის გადაწევა თანხის ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ასევე რაც მნიშვნელოვანი არის ზოგადად ამ პროექტთან მიმართებაში, საქართველოს მხრიდან გათვალისწინებული არის რეალურად სესხზე და გრანტის თანხის ორივეზე მოცულობაზე გაცილებით მეტი თანხის ოდენობა, დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება დამატებული ამ 12 სკოლის რეაბილიტაციასთან მიმართებაში, გარდა იმისა, რაც გადასახადები მათ შორის გადახდილი იქნება ქართული მხარის მხრიდან. მადლობა. ენერგოეფექტურობაზე რომ საუბრობთ, აქ იგულისხმება მზის პანელების დამონტაჟება თუ რა კონკრეტულ ენერგოეფექტურობაზეა საუბარი რომ გითხრათ? ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ორი ძირითადი მიმართულება არის თვითონ ენერგოდამზოგი მასალების შესაბამისად გამოყენება, რეაბილიტაცია და ასევე გათბობის სისტემების ცვლილება. როგორც მოგეხსენებათ, ამ სკოლებში ძირითადად შეშაზე ორიენტირებული გათბობის სისტემები ხდებოდა, ეხლა ხდება ცენტრალიზებული გათბობის სისტემების მოწყობა მათ შორის.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ზოგად კითხვას დაგისვავთ, რამდენადაც ვიცით სკოლების სრული რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ფუნქციურად საბოლოოდ არის გადაწყვეტილი, რომ თქვენ სამინისტროში, ესე ვთქვათ, გადმოვიდეს ეს კომპონენტი. მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე იქნება სამინისტროს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი პასუხისმგებელი. რამდენადაც ვიცი, ახლა ესე ვთქვათ, ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს ამ ფუნქციური არა მარტო ფუნქციური გადმოცემის, არამედ ბიუჯეტის გათვალისწინებული თანხის და რა დროს წაიღებს ეს პროცესი და მე ვიცი რომ ეს მიმდინარე პროექტების განხორციელებას ხელს არ შეუშლის ამ კუთხით მე მაქვს ორივე სამინისტროსგან ინფორმაცია, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ დაახლოებით ეს პროცესი ტექნიკური თვალსაზრისით რა პერიოდში დასრულდება. ამ ეტაპისათვის, რაც მიმდინარეობს, ეს არის სკოლების იდენტიფიცირება, რომელიც რეალურად პირველი ეტაპისათვის უნდა, რაც გადაწყვეტილი ჰქონდა მთავრობას, რომ ეს სიდას მეშვეობით განხორციელებული იყო, იმ სკოლების ინვენტარიზაცია ხორციელდება და მოხდება პრიორიტეტიზაცია, რომელი სკოლები უნდა დავიწყოთ პირველი ეტაპისათვის, ვართ ამ ეტაპზე და მათ შორის იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილი იყო, რა სამუშაოების განხორციელება მოხდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ უკვე რეალურად საპროექტო სამუშაოებისათვის ტენდერების გამოცხადებას იქ, სადაც არ არის ესეთი სამუშაოები, მოლოდინი გვაქვს, რომ ალბათ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნული სამუშაოების დაწყება, ისევე როგორც ფინანსებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დიდი მადლობა, კოლეგებო, შეკითხვები თუ გვაქვთ ქალბატონ მზიასთან? არა, საკითხი განხილულია, მადლობა ქალბატონ მზია. გადავდივართ მეხუთე საკითხზე. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილებების შეტანის თაობაზე. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილებების შეტანა, საქართველოს კანონშეცვლილებების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა მეორე მოსმენით მომხსენებელი ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონ თამარ. მოგესალმებით. მეორე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტს. კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლების შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი. გაჩნდება ასევე დამატებითი შესაძლებლობა მასწავლებლად და სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების თვალსაზრისით იმ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება და გავლილი აქვთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ბუნებრივია მიღებული აქვთ ამ მიმართულებით სერტიფიკატი. შემდეგი საკითხი ეხება დირექტორის მოადგილის მოადგილების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. აღნიშნული განხორციელდება არჩეული დირექტორის, მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. შემდეგი საკითხი ეხება ტექნიკურ ცვლილებას. ტექნიკურად გასწორდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროების დასახელებები განათლების სფეროში და რეალურად გვექნება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროთა დასახელებები. პირველი მოსმენის შემდეგ წარმოდგენილი მუხლის შინაარსი დაზუსტა, კერძოდ განისაზღვრა, რომ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირველი მოსმენის შედეგად სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა. ქალბატონ თამარ, მაინც ასე ვთქვათ, პროცედურულად ჩვენ მუხლობრივად უნდა მივყვეთ და თქვენის ნებართვით მე გკითხავთ და აქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებისთვისაც და კოლეგებისთვისაც უფრო ასე ვთქვათ, ნათელი იყოს. დავიწყოთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. ხო, ანუ აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული ცვლილებები წარმოდგენილი, რომელიც აისახა პირველი მოსმენის შემდეგ. მუხლი პირველი, პუნქტი მეორე.
აქ არ გვაქვს ცვლილება განხორციელებული ამ ცვლილების გარეშე, ხო? დიახ. მუხლი პირველი პუნქტი მესამე. აქაც ანალოგიურად არ გვაქვს ცვლილება განხორციელებული. მუხლი პირველი პუნქტი მეოთხე. აქაც არ გვაქვს ანალოგიურად ცვლილება განხორციელებული. მუხლი პირველი პუნქტი მეხუთე. არც აქ არ არის ცვლილება განხორციელებული. მუხლი პირველი პუნქტი მეექვსე. აქ შესაბამისად არ განხორციელებულა ცვლილება არც ამ ნაწილში. მუხლი პირველი პუნქტი მეშვიდე. აქაც ანალოგიურად არ გვაქვს ცვლილებები. მუხლი პირველი პუნქტი მერვე. არც მერვე მუხლთან არ გვაქვს. მუხლი პირველი პუნქტი მეცხრე. მეცხრე პუნქტთან დაკავშირებითაც არ გვაქვს ცვლილება მუხლი განხორციელებული. პირველი პუნქტი მეათე. აქაც ანალოგიურად არ გვაქვს ცვლილება. მუხლი მეორე. აქ არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი მესამე. ასევე არ გვაქვს ცვლილება აქაც ამ ნაწილში. მუხლი მეოთხე. პირველი მოსმენის შედეგად ცვლილება აქაც არ განხორციელებულა. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ? არა. გადავიდეთ პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი პუნქტი პირველი. დავალაგებთ შეიძლება. ეს ამ ნაწილში ცვლილება არ გვაქვს განხორციელებული. მუხლი პირველი პუნქტი მეორე. არ არის ასევე ცვლილება განხორციელებული. მუხლი პირველი პუნქტი მესამე. ასევე არ გვაქვს ცვლილება განხორციელებული. მუხლი მეორე. არ განხორციელებულა ცვლილება. კითხვები თუ გაქვთ კოლეგებო? მადლობა, უბრალოდ ერთ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებში პილოტურად პირველად შევიტანეთ პროფესიული სწავლების კომპონენტი და 20 პილოტური სკოლა არის ჩართული ამ პროცესებში. ბოლნიში ვინც ბრძანდებოდით პირველ საშუალო სკოლაში ჩვენ ნახეთ ამ პილოტის ძალიან დადებითი შედეგები და გაზრდილი მოთხოვნილება, რომ პროგრამების გაფართოვდეს და გამრავალფერონდეს, ისევე როგორც ჩვენ არაერთი სკოლა შეხვდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ პილოტირების შემდეგ ეტაპზე აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ამიტომ აქ ეს ცვლილებები, რომელიც ასე ვთქვათ, პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა გაიცეს როგორც დიპლომი, პროფესიული განათლების დამადასტურებელი, ასევე სკოლის დასრულების ატესტატი, კიდევ უფრო წაახალისებს და გააზრდის ინტერესს ამ მიმართულების კუთხით. ამიტომ ამ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, ისევე როგორც მასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხებს და ტექნიკურად იმ საკითხების გასწორებას, რომელიც სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. ერთი კითხვა მექნება ქალბატონ თამარ, თუ არის განსაზღვრული უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან რამდენი სკოლა დაემატება იმ პროცესებს, სადაც პროფესიული კომპონენტი შეტანილი იქნება სასწავლო პროცესში დამამთავრებელ კლასებში. დაახლოებით 20 სკოლა არის, რომელიც ასე ვთქვათ, ცვლილების თანახმად 20 სკოლაში განხორციელდა აღნიშნული პროგრამები და დამატებით კიდევ იგეგმება 30 მუნიციპალიტეტში აღნიშნული, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება. ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს პროცესები
გაგრძელდეს და ჩვენ ამის ყველანაირ საფუძველს და დადებით შედეგებს ვხედავთ. Შემიძლია სრული პასუხისმგებლობით კომიტეტის პოზიცია და აგიფიქსიროთ, რომ ამ კუთხით კომიტეტს ეს აქტივობა ამ აქტივობაზე მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერის სურვილი აქვს და მაქსიმალურად მზაობას გამოთქვავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება თუ ჩვენი რაიმე ფორმით ჩართულობა, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და ძალიან მადლიერი ვართ სამინისტროსი, რომ ეს ინიციატივა უკვე რეალიზებული არის და იმედი გვაქვს, რომ წლიდან წლამდე გაიზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ეს პროგრამა დაანერგილი იქნება, ხოლო იმ სკოლებში, სადაც უკვე დაინერგა, მიზანშეწონილია, რომ პროგრამების არა ერთი ან ორი მიმართულება შევთავაზოთ, არამედ თუ არის ამის შესაძლებლობა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ნაირსახეობები პროფესიული სწავლების, რაც ვფიქრობ, რომ დაამთავრებელი კლასების კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდის ჩართულობას გამოიწვევს და იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა პროგრამები იქნება სკოლებში წარმოდგენილი, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიიზიდავს ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია და ახლა გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხზე და მე ვთხოვ, რომ ბატონმა გიორგიმ წაუძღვეს სხდომას. მოგესალმებით, მეც კოლეგებო, ბატონ გივის ვთხოვ, რომ წარმოგვიდგინოს დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6 საკითხი, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვას მესამე მოსმენით. გთხოვთ ბატონ გივი. მადლობა ბატონ გიორგი. ჩვენ ფაქტიურად დასკვნით ეტაპს გავდივართ იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რომელსაც 2 თვის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩვენმა ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა, ენათმეცნიერებმა მოგმართეს საკანონმდებლო წინადადებით, რომლითაც მათ გთხოვეს განგვეხილა საბაკალავრო სისტემაზე, ქართულენოვან სექტორზე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის სავალდებულო სწავლების კომპონენტის აღდგენა. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი, მხარი დაუჭირა კომიტეტმა, შემდგომში მომზადდა ცვლილებების პაკეტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც უკვე კომიტეტის სახელით დაინიცირდა და ჩვენ უკვე 2 მოსმენით დამტკიცებული გვაქვს საპარლამენტო სესიებზე ეს ცვლილებები. ახლა წარმოგიდგენთ კომიტეტზე მესამე მოსმენით ცვლილებებს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სტილისტური და გრამატიკული შესწორებები არის შესული წარმოდგენილ კანონ პროექტში, რომელსაც არანაირი გავლენა მის შინაარსობრივ ნაწილზე არ მოუხდენია. მადლობა, სტილისტური და გრამატიკული ცვლილებებია მეორე მოსმენასთან შედარებით. კოლეგებო, ხომ არ გაქვთ კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? შეგვიძლია რომ განხილვად გამოვაცხადოთ დღის წესრიგის მე-6 საკითხიც. მადლობა ბატონო გივი და შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისხრაზე. კენჭი ეყრება დღის წესრიგის პირველ საკითხს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მთავრობის ანგარიშზე. ვინ არის მომხრე აღნიშნული საკითხის წინააღმდეგი? არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, მიღებულია. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი იყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენ მოვისმინეთ კომიტეტზე. შეგვიძლია რომ კენჭი უყაროთ, მომხრე წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების შესახებ საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ნომერი 1 ცვლილების შეთანხმება. კენჭისხრაზე დავაყენოთ ეს საკითხიც, მომხრე
წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, მიღებულია, რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს ამ შემთხვევაში მიმღები და სკანდინავიურ გარემო საფინანსო კორპორაციას, როგორც ESP-ის დაფინანსებული პროექტი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განმახორციელებელი სააგენტოს შორის სააგენტო შეთანხმების საგრანტო შეთანხმების ნომერი 1 ცვლილების შეთანხმება მომხრე წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია. მეხუთე საკითხი წარმოგვიდგინა ქალბატონმა თამარმა, რომელიც შეეხებოდა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც განვიხილეთ მეორე მოსმენით, ვინ არის მომხრე, ერთხმად მიღებული არის და დღის ეს რიგით გათვალისწინებული მე-6 საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც განვიხილეთ მესამე და საბოლოო მოსმენით და დავაყენოთ კენჭისხრაზე კოლეგებო მომხრე. ეს საკითხიც ერთხმად მიღებული არის, თუ კი არ არის რაიმე კითხვა ან შეფასება, შეგვიძლია რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა დავხუროთ, დღის ეს რიგით გათვალისწინებული 6-ვე საკითხი მიღებულია. მადლობა და გისურვებთ წარმატებებს.